მოდით ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი კვირის 3 ძირითადი არკანი, რაც იქნება მამოძრავებელი მთავარი შემდეგ კვირაში. და პირველი ეს გახლავთ პენტაკლების 10-იანი, ეს არის მყარი საფუძველი, სტაბილურობა, ასევე სიხარული, ემოციური შეხვედრა, კეთილდღეობა. ეხლა ნამდვილად დადგა დრო, რომ ისარგებლო შენი ნაშრომის ნაყოფით. შეიძლება ეს ნიშნავდეს კარგ დასვენებას თქვენს ახლობლებთან ერთად, შეიძლება სადმე სასიხარულო სიტუაციაში მოხვედრას. მეორე არკანი ეს არის პენტაკლების პაჟი, რომელიც არის ახალი დასაწყისი, რაღაცა ღირებული ცოდნა. შეიძლება ეს იყოს კიდეც ამბავი, შეიტყოთ, რომ თქვენ მოხვდით სწორედ იქ, სადაც აბარებდით, თუ გქონდათ ასეთი სურვილი, ასევე ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რაღაცა ფულის მოძიების მომენტიც არის, წინა გაშლაშიც გქონდა ეს მომენტი, ეხლაც ეს ენერგიები გრძელდება ამ კვირაშიც, შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება და ეს ყველაფერი, რასაც ახლა დაიწყებთ, მშვენივრად გადაიზრდება ძალიან კარგ წარმატებაში. ხოლო რაც შეეხება ხმლების ყუს, რომელიც ბოლოს ამოვიდა, ეს არის ამ დასტაში, ეს არის ძალიან კარგი ხედვის უნარი, ან თქვენ გაქვთ ძალიან მკაფიო წარმოდგენა, როგორ უნდა მიაღწიოთ ნაბიჯ წარმატებას თქვენ საქმეებში, ანუ აი როგორ დაგეგმავთ და ისე მიდიხართ და ეს თქვენი გეგმა მშვენივრად კარგად ხორციელდება. სტრატეგია გაქვთ თითქოს თქვენი მიზნისკენ, როგორ მიდიხართ, გარკვეული სტრატეგია გაქვთ ჩამუშავებული და მშვენივრად ხორციელდება თქვენი იდეები, იღებს ფორმას და იქცევა რეალობად. მთავარია მიყვეთ ნაბიჯ და უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ. რადგანაც ახლა გვაქვს ესეთი მშვენიერი არგანები, მოდით გავაძლიეროთ ნეიროგრაფირების ტექნიკით და გავაკეთოთ ამაზე. აი სწორედ ესეთი ნეიროგრაფიკა, სადაც ჩვენი შემოსავლები, ჩვენი იდეები იზრდება და 5 საფეხურიან ალგორითმს გავაკეთებ, სადაც აღნიშნავთ წრეებით ჩვენი შემოსავლების თუ იდეების, რასაც თქვენ ჩადებთ ამ ნეირო ალგორითმში, თემის აქტივაციის დროს, სწორედ აი ამ თემის, აი ესე ნაბიჯ გაძლიერებაზე დავხატავთ ახლა ნეიროგრაფიკას. და გარშემო ამ წრეებში თავისთავად ვხატავთ კიდევ წრეებს პატარას და დიდს. მე აქ დავამატე პენტაკლების ნიშანი შიდა წრეებში, რაც ასევე შემოსავლების აღნიშნულია და ძალიან ძლიერი სიმბოლოა და გავაკეთე თითქმის ერთ ფერში, ანუ ძირითადი ფერი ავიღე მწვანე, ფულის ენერგიის გაძლიერების ფერია, ასევე სიმშვიდის და სტაბილურობის ფერი გახლავთ მწვანე. გარშემო სივრცეშიც ძალიან ბევრი წრე ჩავხატე, რაც აღნიშნავს, რომ ჩემს გარშემო სივრცე არის მდიდარი და სავსე. ჩემი სივრცე არის მდიდარი და სავსე და სუბუქად მოდის ჩემთან ეს თანხები. აქვე შეიძლება დავამატოთ აფირმაცია, რომელიც შეგიძლიათ გაიმეოროთ რამოდენიმეჯერ ხატვის პროცესში და ეს აფირმაცია გახლავთ კეთილდღეობა მოდის ჩემთან სიკეთისთვის, სიხარულში და სიმსუბუქეში. გისურვებთ თქვენი ფინანსური, სასიყვარულო, ჯანმრთელობის კუთხით თუ რაც იქნება ყველა სფეროში გქონდეთ წარმატება, გქონდეთ სიმსუბუქე, სიმშვიდე, სტაბილურობა.